აქ ვინც შემოვიდა ჩემი მეგობარი ჭიათურელი, ყველას შევპირდი ხალხს. რომ ჭიათურებს დაუსვავ კითხვებს. უნდა დამბობო ეხლა და გამცხრიბო. მე კითხვებს იქეთსო. ეხლა იყავი ამ ამპლუაში, კაი? ხო შეიძლება ეს ნახე ბოლიშვი. ეხლა არ ტელევიზიაში, ნახე? არ ხარ ეს მე ვარ, ასე. ნახე ბოლიშვი, მე ნახე როგორ მეშვები, აი ბოლიშვი. ბოლიშვი. მეციდება, აი ტრენინგსო. როლები შეცვალე. როლები. მასწავლებელი რა. ჭიათურაზე. მე მიყვარს ძალიან ჭიათურა, დღემდე მაქვს სახლი, დღემდე მაქვს სოფელი და აი ბოლო პერიოდში ისეთ ამხარ ცხილეთში მაქვს სოფელი და ჭიათურა და გაიარეს ეს დაფარვის ხარეს მიდიხარ და მე მიდიხარ ცხილეთში. ამ სახლს ესე გაუვლიდით, დაუხნევდით ხელს ლეჟუბანში და თითქოს მიტოვებული ვით იყო ეს სადაც ჩემი ბავშვობა, აი ყველაზე ემოციური, ლამაზი და საყვარელი პერიოდი მაქვს გატარებული და რას ქვია არ მიყვარს. ჩემი მესამე სკოლა რომელიც დავამთავრე და ჩემი სახლის წინ იყო. იცი რა ახალ ცხოვრების სკოლას და არ მიმქონდა წიგნები. წავიდოდი პირველ გაკვეთილზე, გადმოვიბედი მეორე გაკვეთილის წიგნს წავიღებდი, სასახლეში შევდიოდი დედას და ბებოს გამზადებულ საჭმელს სახში შევდიოდი, გავიქცეოდი, აი ესეთი სითბო და სიყვარული მახსოვს და ჩემი ჭიათურა, იცი რა ხალხთაული მადიოდა? აი აქამდე ხანდახან აქამდე და ახლაც მახსოვს ზამთარში იყო პერიოდი პირველ საფუძველ ცხოვრობდი და ფანჯიდან გადავიდოდი ლეჟუბანში ორსართულიანი გერმანელების დროინდელი აშენებული სახლი და ლეჟუბანი კი ქვია იმ მეყვანს მაგრამ ჩემი სახელით იწყება ის უბანი ნათია გოგსაც ცხოვრობს იმ უბანში გოგსაც მე ხო ვიცი ხარ ლეჟუბანი ხო? ატომუმაძის სკოლა იყო რომელსაც და დაამთავრე იქ დავამთავრე შენ ძალიან ისეთი ვიტყვი ხა კარინოი ჭიათურელი და თან აი ძალიან მიყვარს დიდი ემოცია მაქვს აი სახლი არ გავყიდეთ მივხვდით იმისავე წამოვედით და ჩემი ძმაც ჩემი დაც მაგრამ დღემდე ვინაჩუნებთ იმ ჩემ ლეჟუბანს სადაც მე ცხოვრობდი და რა არის შენთვის ჭიათურა აი ეს არის ბავშვობა ეს არის თავისუფლება ეს არის ბედნიერება და ჩემი მშობლები და სიყვარული და ადამიანთა ურთიერთობა იმიტომ რომ ბნელი 90-იანები იცი რა ბედნიერად გავატარეთ იქ შეში ზღუმელი იყო მეზობლები ვიკრიბებოდი ძესტუნძილას ერთად ხალავდი და ჩემი და გიტარაზე უკრავდა და ის ბნელი დღეები რომელიც ძნელი იყო და ახლა მახსოვს მამაჩემს ხოდა დიდი ნუტის პალტო და ჩავიცვამდი იმას და გავდიოდი დიდ ოთახში ერთ ოთახში ერთო ცეცხლი ყინავდა და გავდიოდი იქ და ვიწყებდი მეცადინეობას და დენი მოდიოდა ღამის 3-ზე ზოჯები ვიძინებით ღამის 3-ზე დგებოდით ვიწყებდი მეცადინეობას და ბებიაჩემი ამბობდა რომ ეს ბავშვი ვაიმე იმდეს მეცადინეობს მოგვიკვდება მე ვთქარი იმას ნერვიულობ რომ ლამპასთან არ ვიჯდე ეხლა დენი მოვიდა და ავდექი ამაზეც ნერვიულობ თქო ვეუბნებოდი ხოლმე და ახლა მაინც მაცადე რომ ვიკითხო და ძალიან დიდი სიტყვაა და სიყვარული რისი სუნი აქვს ჭიათურას აი რასთან ასოცირდება აი ცეცხლთან ვანთებდით ისე მარგანეც სუნი აქვს არ ვიცი იცი რა რა საინტერესოა მე როცა ცხოვრობდი ჭიათურაში მაშინ იყო მაღარობი ახლა ღია წარმოება უფრო და კარიერა მოყვება და აი ეს მარგანეცთან ახლა ესეთი შეხება ხონია მაგრამ და ყველაზე მეტად მიყვარს აი ირგლებაში ეს რო აქ სტილექსი რომ ასე თეთრად გლუყვილოდ ყვავის ასე იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული აი ჭიათურაში ამდგომას რომ ჩახვალე საყვარელი ტყემლის ხეები რომ დაგხვდება აი იქ არის ეს სუნი ეს მოდის ნამდვილად იქიდან აი შენ ბავშვობაში ჭიათურა უფრო შავ-თეთრი იყო თუ ფერადი მაინც შავი ვთქვი ირინასთან ნახევარდაცვასთან შავი მახსენდება თქო ჭიათურა შავ-თეთრი იყო იცი რატო იყო შავ-თეთრი ჩაბნელებული იყო არა ჩემ დროს არ იყო ჩემ დროს იყო ჩაბნელებული იყო რაღაც აი ლამპა ბოლი ისეთი თან რომანტიკული იყო ეს აი საამაყო ჭიათურელიო კიდე მეორე სუბიექტური არის ის რომ დასწორ გადაწყვეტილება მივიღეთ ხო ხანდახან მგონი და ვიპოვე ძალიან მეორე ნახევარი ჭიათურა ხო ჭიათურაში ვიპოვე მიშკა და მასაც შეძლო სხვა გზით წასულიყო მე რაცილი მესიჯია ნათია აი ისეთი ცხოვრება ქონდა რომ ნუ იყო მის ცხოვრებაში მეუღლე რა სიტყვის ესე იგი გაუმართლა შენ მეუღლეს ნამდვილად მიშკას გაუმართლა ყველაზე დიდი კომპლექსი რა ჭიათურას ნაი მართლა არ ვიცი არ მქონია მაინც და მაინც კილო აი ბავშვობაში არ გქონია ჩემს სახლში დიდად ჰქონდათ ხო მაგ ეხლაც არ აქვს მშობლებს კილო აი ხანდახან აი მაგალითად იციან ხანდახან ეს აქანა იქანა იციან ხანდახან აი რომ გაგექცევა თითქოს აი რაღაც მაგრამ და სანდრე ჭიათურული კილო გესმის არა გეუბნები აი ჭიათური შეიძლება განათლებს ძალიან კარგად მიდება სპორტში შეგეძლო კი იყო ნამდვილად ასე იყო და ეს ჭიათურა დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირში მაშინ საკავშირო ქალაქი იყო არ იყო ახლა საზღვარი გახსნილი და აქ ჩამოდიოდნენ სულ მოსკოვიდან აქედან სულ მიბრინებაში მე ყავდა დეიდას ქმარი რომელიც ახლა ხანს გარდაიცვალა სასაკვათა და სულ დადიოდა ყოველ კვირაში იყო მოსკოვში და იქიდან ჩამოქონდა ნაწილი კამფეტიდან აი მამაც სულ მიდიოდა მოსკოვიდან მიგრადი ბალტიისპირეთიდან ასე შემდეგ და ანუ ის რომ შენ რაღაცა პატარა ქალაქში გაიზარდე და რაღაცა განსაკუთრებულად ვერ შეძელი ან რაღაც განსაკუთრებულად დაგაყოლდა აი ხო ვიღაცამ არ მინდა რომ ჩათვალოს რომ ვიპრანჭები მაგრამ არ მქონია ეს არა